ო ბიჭო დიდი ამბები არის ვახო დიდი ამბები არის მივდივართ გერმანიაში დუსელდორფ იქ არის ის ამბები რა ვახო გადაწყვეტეთ რომ ერთი ტაქსით წამოვსულიყავით ვახო გამოიძახა რადგან ბოლო დანიშნულების ადგილი იყო გამოუარა სალამეს ბარში არ დამხვდა სახში სახში არ იყო და ბარში სვამდა მე იქიდან გამოუარეს ჩანელას და ვერ ურეკავდნენ გათიშული აქვს მობილური ტელეფონი შეიყვანა მობილებს გადაიყვანა რომინგზე უკვე ხო არაფერი არ ქონდა და კიდე კაი სახში Wi-Fi აქვს და ინტერნეტით დაურეკეს ჩვენთან დარეკეს და ბიჭო მე დრო ამერია და აი ზუსტად იმ წამს ჩავიძინე ამან რომ დავირეკა და 5 წუთში შენთან ვარ და ველოდებით დათოს რომელიც მოდის ცალკე დათო ისეთი ორგანიზატორია რომ მაგას რა თქმა უნდა დააგვიანდება არა ხო და თან ჩვენ ვართ დებილები რო ადრე მოვედი ხო თორე და თან ყველას მოგვაქვს პირსახოთი აი მანქანა გაია არ ვიცი მაგრამ კაია ავიდა აუ შეარგი რა ბიჭო დათომ სხვათა შორის დათომ დაურეკა ეხან სალამზე და იკითხა რომელ საათზე არის ფრენა აუ ჯანო რა განწყობაზე ხარ აი სამგზავრო თუ არსებობს ესეთი განწყობა ხალისი წალეთყობა ჩანელა ელოდება ეხლა როდის გამოცხადდება ჩასვლა რომ იგი იჭდეს და არ გაინწეს და ლაბაძე მორბის რომ ცოტა ადრე მოვიდეს რომ ლაუნჯში შევიდეს და შეჭრას არა მარტო ლაბაძე მივდივართ დიუსელდორფში ჩვენმა სპონსორმა ტერაბანკმა ჩაგვახუტა ბარათები ახე საკაიფო სისინა ბარათები წავედი დღეს ავიღე 1 2 წადითო იგულავეთო რა ავიღეთ მე და ჯანელა და მივდივართ საგულავოთ ოღონ დანარჩენებს არ უთხრა შენც ჩაგახუტა 2 წელი კი ოღონ ეს მეც არ მეუბნება არ იყო აუცილებელი ეს საჯარო ეს ჯვარედინი დაკითხვა და რაღაცები მე არ ვიცოდი შენ თუ ნათქვამი არ ქონდა თორე არც მე არ ვიტყოდი არ მქონდა ნათქვამი მე უნდა მანიშნო ესე რაღაცები უნდა მანიშნო და მეც არ ვაკეთე ასაკითხად რა წიგნი წამოვიღე პატარა შოთას ორ დიდი შოთა ხო რუსთავი პატარა შოთა არის ჩინჩალაც დღეს ვაჩუქა და გამოვიდა და მე პაპირებ ერთმა მოითხოვა წიგნი წამომიღე თქო რა წიგნი არა იმაზე დამსწრებ რა ლაივს შეიძლება ეს ვაჩუქო მე სერიალები წამოვიდე უყურებ და იქ ვინმეს გადაუწევ და მოუხე და დღევანდელი ტრიპის მეორე საათი არის რა ხასიათზე ხარ არა თქვენ თუ სახლიდან იცული ჩემს ეს მეორე საათი პირველი ჯობია იმიტომ რომ და საკაიფო გარემოში მოვხვდით მაგათა დაიყარა საკაიფო ფორმალინი და ისე საუბრები მიდის რა სალონური ის რა სამსახურში რო არა სალონური საუბრები ესე სამსახური რო ქონდეს კარგი იქნება ყოველდღე რა მოგეწონა აქაური საჭმელი არა მაგრამ ამას მოდინო ჩასვა რა არ ჩასვა და ჩასვი ეს ძალიან მომეწონა 2 საათი 55 წუთი დათო ნაჭამი ხარ და ბედნიერი ბედნიერი მანამდეც ვიყავი ნაჭამიც ვიყავი და ამასაც შეჭერდა მაინც არ ვიქნები ბოლომდე ნაჭამი იმიტომ რომ ადამიანის გული სხვა ორგანო კი არა გული არის გაუმარცხარი აი ესე ხო დაიწყო ტრიპი და ცოტა ესე ჩამოვიდა მე ისე ზავაზებით რა ანუ დავიღალებ გზავრობით ხო და რაღაცა ვერაფერ გემრიელს ვერ მივაკოლი მაგითო
გავსინჯე თითქმის ყველაფერი. რა გასინჯე? სტამბულის აეროპორტში, ლაუნჯში არ გირჩევთ. მარტო შემოსვლას კი არაფერს. როცა მოიტანა მანდარინი და ნახე როგორ მივირთვით. აი ეს დარჩა მანდარინიდან. ერთი ლებანი ვერ შეჭამე. მიდი აბა დაწესე. აი კერტების მიაყოლოს. ეს არის თურინჯი. თურინჯი. ანუ ვერა ვიყოლი იმან ანიშნა. ეს შემოვიტრიე მეცნიერულ კამათში. ძალიან კარგია. აბა ლიმონსა და მანდარინი. სიკვდილო ნომერი. თურინჯი ხო? აუ იმან ნახე ადგილი. მანდარინი ნამდვილად არ არის. თქვა რომ მომწავლოს ეკიმს რა უთხრა რა ვჭამეთ. იცი რა მაინტერესებს? რამე სუვენირი ხო არ ვჭამეთ. საწერმებელი მანდარინი. ლაბაც. დათო. თვითფრინავი რო ყავდეს შენ, რას დაარქმევდი სახელს? ნიგოს ჯეტი. Nigos jeti magari sakın. Yolcuların uçağa binmek üzere çok acele 501A nolu kapıya gelmeleri önemli rica olunur. Attention. ჩვენი ტრიპის მე-10 საათი არის, როგორ გძნობ თავს? გადასარევად, აი საერთოდ არ გვეძინება არავის. კაცები იციან. იმაში რა ქვია. მე მეკითხება რაზე ხარ? მოხარ ესე. ქართველები ვართ, ქართული კომიუნიტისთვის ჩამოვედით, რომ ლაივი გავაკეთოთ, მაგრამ ლაივი არ მითქვა, შოუ გავაკეთოთ. რა შოუს აკეთებ? აი მე ხარ ვერ ახსენ, კონცერტი, რომ მეთქვა კაცები ლაივიო, გადაირევოდა კაცი და როგორ სპელინგს აკეთებ? სპელინგი როგორ არის კაცების და უთხარი სპელინგი და მე YouTube ჩენელი ვანახე და გაეცი. კუპა. ისე გაეხარდა. დიდი ხანია გიყურებთო, მე კი ქართული არ ვიცი, მაგრამ გიყურებთო რა მიდგას წინ. კარგი გოგო იყო. ეს სახართ თქვენო, კაცო 4 კაცი რო იცინისა რა არ იციან. თავისთვის რა ლაპარაკობენ და იციან, მე უთხარი ეგავართქა და ძალიან გაეხარდა ძალიან. იყო შემოუშვეს, მაგრამ კაი ნაცემია. კაი დანაკითხია. იყო რა კითხეს. ირანის ბიჭი ხარო? მე მერქი მამა ჩემი ყო როგორ არისო მამაო მე გარდაიცვალა. აუ! რატო არ გაგვაგები? ხო და რატო ხო არ ვიცოდიოთ მე ჩამოვიდოდიო რაღაც. აი მეთქი არა უშავს კაცზე მართლა დიდი ქელეთი რაღაცა მქონია. კაიო მაშინ ვისაუბრ თანხა რამდენი გაგანგარისტო. მართლა? ვა, აუთხარი. მაჩვენეო. არა, აუთხარი. არა, ჯგუფი ვართ მე. არა, ჯეირანი გარდაიცვალას მე კარგი კითხვა იქნებოდა. ვინ რამდენი დაწერა ერთი რეული ხო არა გაგწამებული. ხო და აი ჯგუფი ვართ მე რაღაცა კომედიური შოუ გვაქვს და ჩვენ ფანეთთან უნდა ჩავიდეთ შევხვდეთ მეთქი. აიო, მიდითო. ფული მაინც რამდენი. მაგრამ ფული რამდენი გაქვს? ბანკი შევედი. ხო. ოღონდ მოიცადეო? მე შევედი და ჩაწერა. გელ თუ ევრო. ვა. გადაიყვანა, ხო. ხო, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი ქვეყნიდან ხო, შეიძლება ისაა. 3 მილიონი გელ იყოს 1 ევრო. ერთი ტუგერი იგი. რაო ჯანო რა კითხეს? გამწურეს. რა ვერსია უთხარი შენ? რატო ხარ და მეთქი ინტერტეინმენტ შოუ გვაქვს და უკან როდის მედიხარო და დინსტაგრო უთხარი გერმანული. აი ვიცი. სო ეგრე უცე. ორი ღერი გერმანული შენც უნდა გესწავლო. იკო როგორ მოგწონს უბანი სადაც უნდა ვიცხოვრო. ძალიან წყნარი უბანია, ძალიან შვიდი, ლამაზი, ალბათ და კეთილგანწყობი. ჯერჯერობით არავის არ უგინებია ჩვენთვის. აი ესეთ უბანში ვიქ. ხო, ვიღინიან და გვეუბნებიან რომ აქეთ წავით. და აქ არ მოწიათო.
ესე იგი, როგორ დაუბინავდით? კაკაბა აქ განლაგდა. ჯანელა აქ. ხო? ლამაზად, აი, ჯანელა, თვითონ ჯანელა გამოვიდა. ჯანო, მოგწონს შენი ოთახი? მოითხოვა ყველაფერი. მოსატანო. ანუ ვერ მოითხოვა. ისე კარგირებში მეცხოვრია. აბაზანი. აი აქ სამაგილიან ნომერში არის სალომე და საინტერესო საწვება. იქით გადაწყდა. კი ბატონო. არა, შუაში ვწვევ, შუაში საქარნო. შუაში დაძახი. წარმოდი. აქეთ რა არის? საკუჭრა უნდა. განახოთ ჩვენ ნომერში რა მაგარი რაღაცია. დაურეებში. აი ნომერში არის ჩამოსაკიდი. ახლა როგორ ის არის აქ ერთი ანჯარა ამას თუ მიხურა. შეგიძლია აქეთა გააო. შეგიძლია ორივე არა, ორივე ნახევარზე იდება რა. ანუ აქედან თუ გეძახიან, ჩამოდი. მოდივარ, თუ არა და ამას კეტავ. ანუ როგორ ყოველთვის ძალიან მაგარი ნომერი შეგვიძლია ჩვენ. სამზარეულო. აბა თქვენთან რა ხდება? და აი დივანჩიკი მინდა რა. აი, ლამაზესიო. ამ ოთახში უნდა შემოვსულიყავ მიქარი. მეიქარე. იქით მე ვარ აქეთ. არა, უფრო კაია რომ ამათთან შემოხვიდე და აურიო, ვიდრე ჩემი იყოს და ყველა აქ შემოვიდეს. ოპა! დუსელდორფ. მაგინო, აი ეს ნაღდი ყვავია თუ სათამა? არა, სათამა ბიჭო რომ ხსელა ყვავის ესე. არა, სათამაშია. იცი რატო არის? ისი ტრედები რო არ მივიდნენ. ბეისბადეები ხო იცი რატოა? დრონები რო არ დაესხნა. თევზი რო არ გაიქცეთ. აბა, პირველი შტაბეშტილება, ჯანელ. რა გვაქვს გადახდილი ამ ბინაში? იმის მიხედვით შტაბეშტილი. 5 ადამიანზე 3 ღამე 600 евро. არაჩვეულებრივი. 5 ადამიანზე 600 евро უკვე და 3 ღამე? და შიგნით რამდენი საწოლი არის? 8. ხო, ანუ ვიღაცას შეგვიძლია დავიტოვოთ. კი. აი ესეთი ოჯახის ბიჭი არის ჩემი გიგა. აი დატვირთული. სახში მე აქ ნობათი. სანოვაგე. ეს მერე. ამის მერე ეს. მე წყალი. რა ხდება რა? ნომინაცია გაუშვი. ესე იგი ვარ დუსელდორფში. ბარ რესტორან დახავდი. ჩემი მაწვეულობის მეგობარი და უყურებ საქართველოს ესპანეთის თამაშს. და ვიგებთ 3-0-ს მე ეგრე მგონია რომ 3-0 რა. ჯიგარი. 3-0. ზოგს გონია რომ 2-1 მან მე დარწმუნებული რომ 3-0. არა, იმას პროგრამას აღწევს. არა. და აი ქართველები არიან ჩვენი მეგობრები. კიდე? შემატკივრები. იქით უჟმური ბიჭიზის. და მოკლედ ერთთან ბავშვი ვარ რა. რა და არ ქიჯანელას დღეს? ცალკე ბიჭი. ხორდა იღალა. არა, კაცო რა დავიბარე. ენერგიით სავსე ვარ. არ გეტყობა. რა არიცი? კარგი მსახიობი ვარ. დღეს მაგ გავლილი 17-18,000 ნაბიჯი თითქმის და ვახ მე რომ იღებ წადი გადაუღენ უიმე დედა გაგვიტანეს აი რაღაცა მოწყენილობა რომ მქონდა ხოდა მაგითო იყავი ხო რაღაცა ცუც მიგზნობდა გულს დიუსელდორფი არის ქართული ფეხბურთისტის სანიშანსვეტო ქალაქი 1991 წლის 13 მაისს სწორედ დიუსელდორფში თბილისის დინამოს მასაჟისტმა მოიპარა ფეხბურთის ბურთი. ფეხბურთის ბურთი მოიპარა და ეგ სტადიონი აღარ არსებობს, რაინ სტადიონი ერქვა წილად პატარა იმის ადგილას ესპრიტ არენა ააშენეს, სადაც ახლა ფორტუნა დიუსელდორფი თამაშობს და
აი ეს ჩემი მეგობარი, რომელსაც ეს გაკეთებული აქვს, იმ თამაშზე ნამყოფი არის 91 წელს. ეს არ მოხუცი ადამიანი. აბა ხელი დავდგენ თუ შენ. დაუდგიოთ. ანუ ვერ მოუპრო ხამა. მოდი, ნახე. შეხედე? აი 12 ჩამოყევ 12:10 Men Live. Nach der Amerika Tournee nun in Düsseldorf. 16 უჰრ 16 წლამდე ვარგიშობთო და VVK 50. ჯიბეში იქონიეთ. თან იქონიეთ. რა ხდება აქ რა? ესე იგი მოვედით ამ დარბაზში, სადაც ლაივი უნდა გავმართოთ. სადაც ჩვენამდე კარი გამოდიოდა თუ როგორ არის წარი კარი გამოდიოდა აგერ ტერეზა აპირებს. ერთი ორი სამი 1 2 3 კიდევ ლაპარაკო? არაბეთს იმოლოსტევა, თქვა, თავიდან მოგონებიცი. ერთისაგაცია თქვა ვაქცელო. არა. ლაივი უნდა გავმართოთ და ხალხი გავართო. მაკაია. 1 2 3 1 2 3 ლაივამდე დარჩა საათი და 45 წუთი. რას ფიქრობ? დარბაზი მოგვეწონა, არ არის მონუმენტური, მაგრამ არის თანამედროვე და ესეთი დარბაზები უფრო გვიჩვენია ჩვენ, უფრო casual დარბაზია. ჩემი გიგა ხო ზოგადად casual ადამიანია. მე მეშინია როგორი დარბაზები, დიდი ჭაღირო კიდია. ხო. აკადემიური დარბაზი. დიდი ფარდა რო გადის, ძალიან ელა რო გადის. ამ ჯემპრის ვარ შეგიჩვენა. ამ ჯემპრის ზენაზე კი არა, დარბაზშიც რო არ შეგიჩვენა. შენობაში. ესე დარბაზები არ უყვარს ჯაჭვს. ჩემი გიგა აკარი. გუშინ. ალბოდი რა ვიმოძრაოთ რა. გუშინ ჩემი გიგა გაცხარდა კაკაბაზე. ალბათ გახსოვთ ერთ-ერთ ბლოგში კაკაბამ აღნიშნა რომ მე უხრინავდი. გუშინ რო ჩამოვედით სახში და ვბინავდით, კაკაბა მე ვიძინებო, ჩვენ გავედით რაღაცები ვიყიდეთ, მოვედით და კაკაბა და ჯანელა არიან ერთად. და ჯანელა შევიდა რომ დავიძინებო. შევიდა. ცოტა ხანში გამოვიდა. როგორ ხრინავდა? საზარლად. მაგრამ ნამგზავრი და უძილო რო იყო, აერია. ხო, მე არ ვიყავი მაშინ ნამგზავრი და უძილო. სამი გოგონა შეხვდა კარლსრუედან ჩამოვედით თქვენი იმისთვის და ისეთი კარგი ადამიანები იყვნენ, რომ აი ნერვიულობამ გადამიარა და ირიქით უფრო ანერვიულდა რა. თუ რამე იმათ გამოუშვებ ბევრი ამაქვთ მოსახველი. მე პირიქით აი მე ხო სუნერვიულა, ეხა უფრო ნერვიულა. ჩემი ლეპტოპ შენს გჭირდება? არა, მარტო მე. მარტო შენ. მე მაგ შენ ნერვიულობ? არა კაცო. რა მაქსანები. წარი არ გაიგოს. თუ გიხდება. როარი მითხრა დანარჩენელ უსაჯუბროდ დარჩით
ჩვენმა სპონსორმა მართლა იმისთვის კი არა რომ ჩამოსული სპონსორმა გამოგვაგზავნა რომ ეს კარგი ამოვიქა და ეცითო დუსელდორფელ ქართველებს. მოკლედ ჩვენი სპონსორია ტერამანკი და ტერამანკმა დაგვაბარა ორი კარგი ამბავი. პირველი რომ ტერამანკის ბრენდი შეიძლება გახდეს დისტანციურად ანუ აქედან თბილისში ჩაუსვლელად და მიიღოთ ყველა სერვისი რომელიც ბანკს აქვს დისტანციურად S1 ხო გაგეხარდათ. ჩუჩხელა ხასტუმე რაუდო და მეორე დისტანციური სერვისები რაღაც დისტანციური სერვისები მაგალითად ანაბრები დისტანციურად არის უფრო მაღალი პროცენტიანი ვიდრე რომ მისულხარ იქ და გაგიხსნია და ეს მეორე კაცის ახლა რომ შეგიძლიათ აქედან ანაბრები და უფრო მეტი საპროცენტო გაკვეთი მიიღოთ. Aí, bom, eu estava pensando no vídeo. Estou nele, ძალიან აღფრთოვანებული ვარ, ბედნიერი ვარ და რა ვიცი, ანუ მე ბერლინიდან ჩამოვედი დუსელდორფში და ანუ ჩემთვის ანუ ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო და მადლობა ძალიან დიდი და მოხარული ვიქნები თუ კიდევ ერთხელ ან ჩამოხვალთ, ან ჩამოვალ და შემდეგი ალბათ ჩემი ჯერია და მე ჩამოვალ და ასე მოკლედ მიყვარხართ ძალიან. ძალიან კაი იყო. ანუ მოლოდინზე მეტი იყო. სასწაული, რასაც მოველოდით 10 მაგათ გაამართლეს ჩვენი მოლოდინები. ძალიან მაგრები არიან, უსაყვარლესი ხალხია და რა ვიცი 20 წელი ველოდებოდით. ეს სტაჟიანი ფანი ვარ, 20 წელი, რაც კი საქართველოსთან რამე დამოკიდებულება არის კაცები ჩემი. ჩაიარა ლაივი, აბა რას? ერთ-ერთი ყველაზე კარგი ლაივი იყო, რომელიც ჩაგვიტარებია. ძალიან აქტიური დარბაზით, ძალიან თბილი. აი არც ერთი ხუმრობა არ დაკარგულა რა რეაქციის გარეშე. ძალიან მაყოფილი ვარ მე და რო ველაპარაკეთ, მე მგონი დამსწრებია ჩვენი სტუმრებით ძალიან მაყოფილები. შერასიტყვი ჯანე მეც მაყოფილი ვარ და ხალხიც მაყოფილი იყო ნაწილი უბრალოდ ბედნიერი იყო. მოდიოდა და ბედნიერი ვარ. ბედად ყავდა ძალიან კარგი სპონსორი და სვათ არ ვიყავით დამოკიდებული რაღაც ჩვენ შემოსავლებზე ტერაბანკმა ფაქტიურად უზრუნველყო ჩვენ ჩამოსვლა ძალიან დიდი მადლობა ტერაბანკს და მშვენივრად გარდა იმისა რომ კარგი ლაივი იყო მშვენივერი დროც გავატარეთ და ჯერსად ახარ ეხა შევდივართ დუსელდორფში აქ თუ არა ხარ ნამყოფიო ესე რომ წახვიდეო შეიძლება დაგწევლო ეს არის ფუქსენი ანუ მელია, სადაც არის ყველაზე მაგარი კანჭი და თავისი ლუდი აქვს სასწაული და ეხა ჯანელა უნდა შევიყვანო და კანჭს ვაზიარო. არ ვიცი გადარჩება თუ არა. კანჭის შეჭამდა ლუძდალე? ლუძზე უკვე მკითხა მიმტანმა და უარი უთხარი და კანჭი ნახოთ რა. გავციცხ. რა უნდა დალიო? ბორჯომი. კანჭზე ჯერ ნახე, ეთქვა ძალიან ნიშია. კანჭზე კატეგორიული უარს არის ზახის. მუქჩივდა ბიჭო. აქ ხაჭაპური და ყველი და პური არ გამოვა. არა. კორპუსი. აი, ჩვენი კორპუსი. ტოვებთ, მივდივართ საქართველოში. და თუ არ გვახლავს. რატომ აი აქ დაგტოვა და თვითონ ბერლინში წავიდა ესეთი მეგობარი. აი გარი და ადამიანს რო სიკეთეს გაუკეთებ. ვინც გიღალატებს არის. ვირი? ოპა.
აი, ციგნი კარადა ვიპოვეთ, სადაც შეგიძლია დადო ციგნი, რომელიც წაიკითხე და აღარ გჭირდება ადგილი არა გაქვთ თაროზე და ვისაც აინტერესებს წაიღებს. ან შენ აიღო, რაც გაინტერესებს და მე დააბრუნო, ან არ დააბრუნო. რაღაც ესეთი დადგეს ქუთაისში ტანსაცმლის 15 წლის წინ და ჯერ ტანსაცმელი მოიპარეს და მე კარადა. ასე დამთავრდა ეს წამოწყება ჩვენთან და აქ რაღაცნაირად ამუშავებ. აი ესე ნელ-ნელა მილია შემოდგომა დიუსელდორფში. მივყვებით ყვითელ ფოთლებს და ბოლოს სიტყვა, რომელიც შემოდგომასთან ახლდა, გვაქვს თბილისის კაცები ლაი. დიუსელდორფი 2025. ვინც ის კიდევ როდის მოხვდებით ამ მშვენიერ მშრომელ მხარეში. ავეთ ხო ჩავთ. აჰა, ჯან. დამთავრდა. რასი ევროპული ბოგინი. ამოვედი. ვალიდან ისევ ის რუტინა ეწება რა. როგორ დაახასიათებდი ამ ტრიპს ერთი სიტყვით? ეს იყო ყინულმჭრელი ევროპაში. კულტურული ყინულმჭრელი. ეს იყო კულტურული ყინულმჭრელი. იკო შენ ერთი სიტყვით როგორ დაახასიათებდი? ხბილი. რას როგორ დაახასიათებდა? ამ ტრიპს როგორ დაახასიათებდი ერთი სიტყვით? ფლეში, სტრაფი რა. ჩავიდე ჩამოვიდე. და დათოს მაგივრათაც თქვით ერთი რა. თო იტყოდა რომ ეს იყო ლაზათიანი შიშხათიანი. ბევრ სიტყვას იტყოდა. ხო, საჭმელთან დაკავშირებით.